ყოფილა ვერც საინტერესო ამოცანას მე-9 კლასელებისთვისაა და ზემოთ. ესე იგი გვეკითხებიან, არსებობს ისეთი ორნიშნა რიცხვი, რომ მისი ციფრების კვადრატების ჯამზე გაყოფისას მოგვცეს არასრული განაყოფი 2 და ნაშთი 6, ხოლო ციფრების ნამრავლზე გაყოფისას არასრული განაყოფი 4 და ნაშთი ისევ 6. მოდით და ეხლა ათეულების ციფრი აღვნიშნოთ x-ით, ერთეულების ციფრი y-ით. მაშინ ეს ორნიშნა რიცხვი ზოგადი სახით ხო ასე ჩაიწერება 10x დამატებული y. ხომ ასეა? ეხლა მივყვეთ და პირობის მიხედვით. ესე იგი არასრული განაყოფი არის 2 და ნაშთი 6, როდესაც ციფრების კვადრატების ჯამზე ვყოფთ. ანუ აი ეს ორნიშნა რიცხვი ტოლია 2-ჯერ x კვადრატს დამატებული y კვადრატი და დამატებული ნაშთი 6. ეხლა მეორე პირობა ჩავწეროთ. ეს ორნიშნა რიცხვი ტოლი იქნება. აქ უკვე 4 გვაქვს, ხო? ციფრების ნამრავლზე გამრავლებული არასრული განაყოფი და ნაშთი ისევ 6 გვაქვს. კი ბატონო, აი მივიღეთ ასეთი სისტემა. ძალიან ლამაზი, კარგი სისტემაა და გამოვაკლოთ ეხლა პირველ გამოსახულებას მეორე. რა გვექნება? 10x დამატებული y გამოკლებული 10x დამატებული y რა დაგვიჯდება აქ? რა თქმა უნდა 0. +6 -6 ესეც 0-ის ტოლია და დაგვრჩა. 2-ჯერ x კვადრატს + y კვადრატი გამოკლებული 4xy. ხო? ანუ 2x კვადრატს გამოკლებული 4xy დამატებული 2y კვადრატი ტოლია 0-ის. ეხლა გამოსახულება მთლიანად გავყოთ 2-ზე, რას მივიღებთ? x კვადრატს გამოკლებული 2xy დამატებული y კვადრატი ტოლია 0-ის. ეს რა არის? ეს არის x - y აყვანილი კვადრატში ტოლია 0-ის. ანუ x - y ტოლია 0-ის, საიდანაც რა ვღებულობთ? x-ი ტოლია y-ის და ტოლია უკაცრავად და ტოლია 0-ის. ხომ ასეა? ეხლა მოდით და აი ეს x-ი ტოლია y-ი შევიტანოთ, მოდით რომელიმე გამოსახულებაში. შევიტანოთ აქ. რა გვექნება? 10y დამატებული y ტოლია 4 გამრავლებული y-ზე, გამრავლებული y-ზე და დამატებული 6. ანუ 4y კვადრატს გამოკლებული 11y დამატებული 6 ტოლია 0-ის. ეხლა დისკრიმინატივი ანგარიშოთ, რა გვექნება? -11 კვადრატში გამოკლებული 4 გამრავლებული 4-ზე და გამრავლებული 6-ზე. ხო ასეა? -11 კვადრატში ეს არის 121, გამოვაკლოთ 16 გამრავლებული 6-ზე, ეს იქნება 96 და ტოლია 25-ის. ანუ y ტოლია 11-ს, ხომ ასეა? +- დისკრიმინატიდან ფესვი, ანუ ფესვი 25-დან, კი ბატონო, გაყოფილი 2a-ზე, ანუ რაზე? 8-ზე. ხომ ასეა? ეხლა რა გვექნება? y პირველი რისი ტოლია? 11-ს დამატებული 5, ფესვი 25-დან ხომ 5-ია, გაყოფილი 8-ზე და ეს არის 2-ის ტოლი. y მეორე რის ტოლი იქნება? 11-ს გამოკლებული 5 გაყოფილი 8-ზე, ეს იქნება 6/8, ანუ 3/4. ეს ფესვი ჩვენ არ გამოგვადგება, ხომ ასეა არა? y მეორე. იმიტომ რომ ნატურალური რიცხვი არ არის. მასადამე რა მივიღეთ? x-ი ტოლია y-ის და ტოლია 2-ის, მასადამე ჩვენი საძებნი ორნიშნა რიცხვი ყოფილა 22. მომწონს? კარგი ამოცანაა. მომავალ შეხვედრამდე.